მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა რა სასწრაფო მნიშვნელოვანი ამბავი მოისწრაფის შენს ცხოვრებაში ამ დღების განმავლობაში, ხო? ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ დარჩეთ და მოისმინოთ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გაშლა არის საჯარო და ზოგადი, ხო, უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის. ამ თემაზე თუ კიდევ რაღაც სხვა თემაზე საჭიროა, რომ ტაროს სესია ინდივიდუალურად ჩაიტაროთ და გააკეთოთ ინდივიდუალური გაშლა თქვენს, ხო, თქვენს სიტუაციას. ეს იქნება უფრო მეტად, ასე რომ ვთქვათ, კონკრეტული ინფორმაცია, რასაც უკვე შეგიძლიათ რაღაც დაყრდნობები გააკეთოთ და დასკვნები გამოიტანოთ. თუმცა საჯარო გაშლებიც ეფექტურია, რადგანაც რაღაც ისეთი ინფორმაცია შეგიძლიათ მოისმინოთ, დაინახოთ, დაიჭიროთ, რაც გამოგადგებათ. ასე რომ შეგიძლიათ სამივე პოზიციას მოусმინოთ, ხო, ვინც არიცით, პირველ სამ პოზიციას ვაკეთებთ გაშლას, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია, აირჩიეთ ის ქვა, რომელიც არც გინდათ, გიზიდავთ, ხო? პირველი ქვა, რომელიც უდრის პირველ პოზიციას, მეორე ქვა, ანუ მეორე პოზიცია და მესამე ქვა, მესამე პოზიცია, ხო? ასე რომ შეგიძლიათ სამივე ქვა აირჩიოთ და მოისმინოთ სამივე პოზიცია, იმიტომ რომ იქნებ და სამივედან რაღაც აიღოთ და დაიჭიროთ, ხო, შეგიძლიათ ორი, შეგიძლიათ ერთი აირჩიოთ. არ არის არანაირი კანონები ამასთან დაკავშირებით, ვისაც როგორ სურს, ისე აირჩიოს და ისე გააკეთოს, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და არსად არ იჩქაროთ. თუ დაგჭირდებათ დრო, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და შემდეგ შემოგვერდეთ. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციიდან. დავიწყოთ, დავდებ პირველ პოზიციას. ესე იგი, ჯერ ვიკითხოთ, რომელი დასტა ისაუბრებს პირველ პოზიციასთან. თქვენ ოკეი, ისენი. დავიწყოთ. ვნახოთ რა ისეთი სასწრაფო მნიშვნელოვანი ამბავი მოიჩქარის პირველ პოზიციის ცხოვრებაში. აი, ეს ესაჟება, მომივარდა კარტი. სასწრაფო მნიშვნელოვანი არკანი თქვა, სასწრაფო მნიშვნელოვანი ამბავი მოიჩქარის პირველ პოზიციის ცხოვრებაში და აი ესაა შემოვა მის ცხოვრებაში, ხო? მთავარი ამსახველი კარტი ამ სასწრაფო მნიშვნელოვანი ამბავის, რომელიც მოიჩქარის პირველ პოზიციის ცხოვრებაში, თვითონ ეს ამბავი, ხო? რას შეეხება ეს ამბავი? ისევ აბსტრაქტულად ვაკეთებ, არ მაქვს კონკრეტული გეგმა, უბრალოდ ვაკეთებ მიუხვევი. და რას მოგიტანთ ეს ამბავი, ხო? და რა თქმა უნდა, რჩევის გარეშე, ვერანაირად, ამიტომ რჩება. ანგელოსების ორაკულის დასტით რჩება პირველ პოზიციას აქ, ხო? დავიდებ ამბებს ახლოს მიდოს კარტები. კარგი, ნახოთ, ესე იგი პირველი მთავარი კარტი, ამსახველი ამ მნიშვნელოვანი მთავარი ამბის. ცხრიანი პენტაკლები. ნუ აშკარად, რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძალიან ისეთ იქნება, მე ვფიქრობ, მეტნაკლებად სასიხარულო პირველ პოზიციისთვის. ამ შესაძლოა ეს ამბავი მიიღოთ ან რაღაც მესიჯის სახით, ან ამბის სახით, ხო, ვიღაციდან. აი ეს არის აქ. ჯამში აქ ცხრიანი პენტაკლები, ამ მთავარი ამბის ამსახველი კარტი. რატომ არის? იმიტომ რომ უცაბედი იქნება და შესაძლოა აქ შორიდან მიიღოთ ეს ამბები, ხო? შეიძლება იყოს მესიჯის სახით, მაგალითად მოგწეროთ ვინმემ, ხო? ის ადამიანი არ იმყოფებოდა სამ ქვეყანაში, ან ქალაქში და რაღაც სხვა ადგილიდან ესე მესენჯერის სახით, ნებისმიერი სოციალური აპლიკაციის სახით მოგწერს, ხო? WhatsApp-ი იქნება თუ რაც იქნება, ხო? ან უფრო მეტად აი რაღაც შორიდან რომ მოდის ამბავი და შენ ამბავს ელოდები სხვათა შორის, აი რაღაცა ასეთ სიტუაცია არის აქ. კარგი, ვნახოთ თვითონ ეს ამბავი, თვითონ ეს. ოკეი. ხმლების მეფე, აქ არის ვიღაც კონკრეტული პერსონა თუ თვითონ სიტუაცია? პერსონა.
მე ვფიქრობ აქ კონკრეტულ პერსონაზია საუბარი, რა თქმა უნდა, ეს პერსონა არ მგონია რომ იყოს პირველი პოზიცია. სავარაუდოდ ეს არის ვიღაც სხვა პიროვნება აქ, ვისთანაც შესაძლოა პირველ პოზიციას უკვე დაუსრულდა სიტუაცია, რაღაც შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციაც კი ჰქონდა ამ კონკრეტულ პიროვნებასთან, ან გაურკვეველი სიტუაცია ჰქონდა, დაძაბული სიტუაცია ჰქონდა, ვიღაცამ ამ პიროვნებასთან უკვე დაასრულა ნებისმიერი კომუნიკაცია, ვიღაცამ კიდე რაღაც დაპაუზებულად დაკიდა ეს სიტუაცია, ხო? და ეს ამბავი ეხება ამ პიროვნებას თუ ამ პიროვნებიდან. ამ პიროვნებას არა, ამ პიროვნებას ეხება და თვითონ ეს პიროვნება, ანუ ამბავი არის ის, რომ ეს პიროვნება გამოჩნდება. ამ პიროვნების შესახებ, ხო, ამ პიროვნების შესახებ არის ამბავი. ამ პიროვნებაზე, ამ პიროვნების შესახებ არის ამბავი და ამ ამბავს მიიღებს თვითონ ამ პიროვნებიდან თუ რაღაც არის სიტუაცია. რაღაც სიტუაცია, ანუ რაღაცნაირად თუ მაინც ვიღაცისგან. არა, თვითონ ისეთ სიტუაცია იქნება, რაც დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ რაღაც ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, ხო? და რა ამბავი ამ პიროვნებასთან დაკავშირებით? რომ ასე არის, რომ რა ვიცი, რომ რაღაც ძალიან ისეთ მძიმე სიტუაციებში ან გულნატკენია, ან იმედგაცრუებული, ან საერთოდ გეგმები ისე არ წავიდა როგორც მას უნდათ, ასე რომ ვთქვათ, არც ისე ბედნიერი სიტუაციები, ხო? რომ არც ისე რაღაც ლაღი ცხოვრებისეული სიტუაციებში იმყოფება ეს პიროვნება, ну მას უჭირს, ხო? აი მას რაღაც რთული მომენტები აქვს ცხოვრებაში. რაღაც აი ამ ამბავს გაიგებთ ამ პიროვნების შესახებ. აი ეს არის აქ. ეს ამბავია აქ. პრინციპში რასაც ეხება კი ვნახეთ, მაგრამ ნუ კაი, ნახოთ კიდევ რას ეხება, ხო? რას ეხება? ნუ აქ რასაც ეხება, ბევრ რამეს ეხება იდეაში, ანუ ბევრ რამეს ეხება, რა თქმა უნდა, ეს ეხება, ну, როგორც უკვე ვნახეთ, თვითონ ამ პიროვნებას, ამ პიროვნების მიმართ სიტუაციას, ხო, ვიღაცას შესაძლოა ამ პიროვნებასთან რაღაც აერთიანები და ვიღაცისთვის ეს იყო რაღაც ემოციები, მოგონებები, ხო? და ზოგადად ეს პიროვნება რაღაც რომანტიკული ისტორიებიდან არის პირველ პოზიციასთან, თუ, რა ვიცი, მეგობარი ნაცნობი ნათესავი და რაღაც. აქ ვიღაც, ანუ აქ გაჩნია ვისთვის როგორ, იმიტომ რომ ორივე ზარკანი დაჭდა. ვიღაცასთან, რადგანაც ეს საჯარო გაშლა, ვიღაცასთან შეიძლება ეს პიროვნება იყოს სასიყვარულო რომანტიკული სიტუაციებიდან და ვიღაცასთან საერთოდ არ იყოს სასიყვარულო და იყოს რაღაც მეგობარი, ნათესავი, ხო, ვინმე ისეთი ახლო ადამიანი. ოკეი, ესე იგი, ჯამში შევაჯამოთ, რაც გავიგეთ. სასწრაფო მნიშვნელოვანი ინფორმაციას ამ დღეებში, რაც მიიღებს პირველი პოზიცია და ეს მოკრის, ეს ამბავი მის ცხოვრებაში, ეხება აი ამ ხლების მეფეს და იმას, რომ არც ისე რაღაც კარგ ბედნიერ სიტუაციებში, ხო? რომ რაღაც მოხდა მის თავს, გაიტეხა თავი, ხო? რაღაც შემთხვევა და თვითონ ამ პიროვნებაზე აქ უსაფრთხოდ არის, ანუ ვერ ვიტყვი, ხო, რომ რაღაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია, უბრალოდ ესეთი მორალური რაღაც ესეთი პრობლემური სიტუაციები აქვს, რასაც განიცდის და რაც რთულია მისთვის. შეიძლება ეს იყოს რაღაც ესეთი ფორმალური საკითხები, დოკუმენტები ან რაღაც ასეთი, ხო? რაღაცა ეს ამბავი არის აქ. კარგი, ვნახოთ თქვენ რას მოგიტანთ ეს ამბავი? თქვენ რას მოგიტანთ? ну, თქვენ მოგიტანთ ჯერ ერთი ამბავს, ხო? ეს ამბავი მოგიტანთ ამბავს, ინფორმაციას და რაღაცას ისეც მოგიტანთ, რაც დაგეხმარებათ, დაგამოტივირებთ აქ რაღაცნაირად პირიქით თქვენ мотиваციაც მოგემატებათ. აქ რატომ მემატება мотиваცია? იმიტომ რომ აქ სურვილი გაუჩნდება თუ თვითონ ეს ამბავი, ეს ინფორმაცია რაღაცას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში, ან არ ვიცი, თქვენს გონებაში, ან თქვენს განწყობებში, ხო? რაღაცას შეგიცვლით ეს ინფორმაცია და რას? არ ვიცი, რაღაცას, აი ეს თვითონ ინფორმაცია, რასაც მოგაწვდიან, ხო? ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, ეს გაძლევთ აი რაღაც შანსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის და თქვენ ამას რაღაცნაირად რავი. არ ვიცი, და ეს ჯამში სასიხარულო ამბავი პირველ პოზიციისთვის თუ ну, რა თქმა უნდა, ახლა სასიხარულო ამბავის ხო ისი არც ისე ბედნიერი მომენტი არასდროს არ არის. ცოტა ისეთი იდიოტური შეკითხვა კი დავუსვი, მაგრამ ну, მაინც ხო. მაგრამ ეს ამბავი რაღაცაში აქ გეხმარებათ თქვენ, ხო? შესაძლოა ამ ამბავმა რაღაც ისეთი მოვლენებს შეუწყოს ხელი, რაც შემდგომ რაღაც პოზიტიურად და შანსურად განვითარდეს თქვენთვის, ხო? და
აი რას ეტყვით პირველ პოზიციას, აი ამ ბავთან დაკავშირებით, აი რას ეტყვით? ხო, იმას რომ აი არ ინერვიულოთ ამ ამბავთან დაკავშირებით, ხო? არ იღელოთ, არ აჩქარდეთ, არ დაიძაბოთ, არ იყოთ რაღაც აგრესიაში ან სამაგეროს გადახდაში ან რაღაც ასეთ ენერგიებში. არამედ შვიდად წყნარად მიიღეთ ეს ამბავი, აუჩქარებლად რაღაც გადახარშეთ. და საერთოდ იფიქრეთ საკუთარ თავზე, საკუთარ ნერვებზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, ხო? აქ არ არის საჭირო რაღაც, არ არის აქ საჭირო ქმედებები. აქ პირველ პოზიციას შეუძლია ამ პიროვნებას რამით, სხვა შორის შესაძლოა თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც რაღაცნაირად შეუძლია ამ ადამიანს რომ დაეხმაროს, ხო? ვის შესახებაც რაღაც ამბავს იღებთ, შესაძლოა ამ ადამიანისთვის შეგეძლოთ რაღაც დახმარება. ქმედები, რა თქვენი რაღაც ქმედებით შეგიძლიათ დახმარება ამ ადამიანისთვის, ხო? შესაძლოა ზუსტად ეს იყოს ის, რაც რაღაც გაძლევთ мотивაციას და რაღაცნაირად, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად გისწორდებათ. კარგი, რჩევა აქ პირველ პოზიციას რჩევა. მშობლები. Parents. The divine truth is that your parents internally love you to the best of their ability. The angels are helping you heal from any pain associated with your mother and father. ანუ აქ არის რჩევა მშობლები. აქ რჩევაში მითითებულია, რომ იცოდეო, რომ შენ მშობლებს შენ უყვარ ხარო, დედასაც და მამასაც, ხო, რაც არ უნდა იყოს, ხო? აი გახსოვდეთ სულ ესო. რატომ მშობლები? ეს ამბავი რამენერად რაღაცნაირად ეს ამბავი რაღაცნაირად შესაძლოა კვეთდეს მშობლების თემატიკას და ან კავშირში იყოს მშობლებთან. არ ვიცი, რადგანაც მაინც რჩევა აი მშობლები ამოვიდა. ხო, რაღაცნაირად შეიძლება ის არის რომ გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ფიზიკურად არიან თუ არა თქვენთან ახლოს, თქვენ მათ უყვარ ხართ და სულ ეყვარებით, ხო? შეიძლება უპირობო სიყვარულზე აქ საუბარი, იმიტომ რომ მშობლებს უპირობოდ უყვართ თავის შვილები, ხო? ანუ ბევრი რამე შეიძლება იყოს აქ, ამიტომ ჩამოვთვალე ეს რაც ჩამოვთვალე, ასე რომ ვისთვის რა არის, იმის მიხედვით გაიგონეთ და მიიღეთ. და კიდევ რჩევა პირველ პოზიციას, აქ ოჯახის არკანი, სიყვარულის არკანი, სიხარულის არკანი, პოზიტივის, იუმორის, რომ არ დანებდეთ, რომ გჯეროდეთ, რომ აი მზე გამოანათებს და ყველაფერი იქნება კარგად და არ იღელოთ, ხო? აი ასეთი სიტუაციები აქ არის პირველ პოზიციასთან. გისურვებთ აქ პოზიტიურ ამბებს, წარმატებებს, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა და დააკომენტარეთ და ვისაც არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, ჯერ კიდევ გამოიწერეთ და ვისაც გაქვთ სურვილი, რომ უფრო მეტად ჩაუხმაურდეთ რაღაც თქვენს სხვადასხვა სახის თემებს, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მადლობა ყველას, ჩვენ წავედით მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიციას და ვნახოთ რა ისეთი სასწრაფო მნიშვნელოვანი ამბავი მოიჩქარის მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ხო? ვაი. გამერტყა ხელი. ვნახოთ რა ამბავია ეს. ხო? ვნახოთ ჯერ რომელი ამოვარ დასტიდან. ესამეც მიდევს, მაგრამ ეს უბრალოდ მიდევს ჯერჯერობით. კარგი, რომელი დასტა ისაუბრებს აქ მეორე პოზიციასთან. თქვენ ოკეი. დღეს აქტიურად ერთ დასტას უნდა ჯერჯერობით საუბრობ. კარგი, მეორე პოზიციასთან ის რაღაც მნიშვნელოვანი სასწრაფო ამბავი, რაც მოიჩქარეს მის ცხოვრებაში და ეს არის შემოვა, ხო? პირველ პოზიციას სხვანაირად გავაკეთე და აქ პირდაპირ ასე გავაკეთე. ხო, ასე გავაკეთოთ. პირდაპირ ეს მნიშვნელოვანი ამბავი. აი ასე გავაკეთოთ. პირდაპირ ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რაც მოიჩქარეს მეორე პოზიციასთან ახლა, ამ დღეებში ეს შემოვა. რას ეხება თუ ვის ეხება, ასე გავაკეთებ. რას ეხება თუ ვის ეხება და რას მოგიტანთ ეს ამბავი თქვენს ცხოვრებაში. რჩევა, ხო? ასე. გეგმა არა მაქვს და გეგმის მიხედვით არ მოქმედობს დღევანდელ გაშლაში და ამიტომ მეორე პოზიციას ასეთი გაშლა ექნება. ასე მინდა, ასე უფრო კომფორტულია და ამიტომ. კარგი, ვნახოთ ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რაც აი ესაა შემოვა მეორე პოზიციის ცხოვრებაში.
აქ ბევრი მესიჯები აქვს, სამივე პენტაკლი აქვს, ისეთი ამბავია, რაც მესიჯით სახით მოვა თქვენთან, ხო, რაღაც მესიჯის და ისევ პენტაკლი. კი, ვიღაც მოგწერთ, ვიღაც გეტყვით, უფრო აქ არის მოწერა. ვიღაც ამას სხვადასხვა მესიჯების, მესენჯერების სახით ბოდიშით მომიწია და პაუზება. ხო, ანუ აქ ეს ამბავი იქნება რაღაც ისეთი სახით რა, უფრო დისტანციური სიტუაციით, აქ მოწერა, ხო? რაღაც მოწერით სახით იქნება აქ ისეთი ამბავი, რასაც მიიღებთ. კარგი, ვნახოთ. დამოვიწყდა ახლა აქ ვის იყო თუ რას იყო? ნუ კაი, ვის? თუ რას? ორივე ვისიც და რასაც, ორივე, ანუ ორივეს ეხება და ვინზე ისევ ხმლების მეფე დაჭდა. ისე შთაბეჭდილება მაქვს, რომ პირველი პოზიცია გადმოვიდა აქ, მეორე პოზიციაში. იქ იყო პირველ პოზიციასთან ხმლების მეფეზე ამბავი და აქაც, მე მგონი, აქაც ვიზე, აქაც იგივე სიტუაცია. ანუ ეს, ესე იგი, არის ამბავი, რომელიც ეხება ვიღაცას. ვიღაცას რაღაცა. ვიღაცას და რაღაცას, აი ასე. კარგი, კიდევ მაჩვენეთ, ანუ ეს ამბავი. აუ, ძალიან გავს ეს პირველ პოზიციას და რა გავაკეთო? რომ აი თვითონ ამბავია იმის შესახებ, რომ ვიღაც არის ამ ენერგიებში, თუ თვითონ მეორე პოზიციასაც ეხება. არის. კი, ანუ რომ ვიღაც აქ ის არის რომ ვიღაც მეორე პოზიციასთან ხო ვიღაც თქვენთან დაკავშირებით თქვენს გამო ან რაღაც თქვენთან ემოციები აქვს და ამის გამო არის რაღაც ისეთ ენერგიებში რა არც ისე ბედნიერ ენერგიებში ასე ვთქვათ და ეს არის ამბავი ხო ეს არის რაღაც ისეთი ამბავი რა რაც და ამ ამბავს მიიღებს თვითონ ამ პიროვნებიდან ვინც არის აქ ცუდად თუ სხვისგან მე ვფიქრობ თვითონ ამ პიროვნებიდან რომ მიიღოთ ეს ამბავი ეს უფრო აქ დიდი ალბათობა არის ამისი ეს ამბავი გაახარებს მეორე პოზიციას კი ძალიან გაგიხარდებათ რატო გაახარებს იმიტომ რომ იტყვით რომ აჰა აი მას ჩემს მიმართ აქვს ემოციები გატყდა როგორც იქნა გატყდა როგორც იქნა რაღაცა აღიანა როგორც იქნა თქვა რაღაცა როგორც გააკეთა რაღაცა ხო აი ეს მომენტი არის აქ კარგი რას მოუტანს მეორე პოზიციას ეს ამბავი უფ ნახე საერთოდ სამივე მაღალი არკანი დაჭდა ახალ ემოციებს, ახალ შესაძლებლობებს, იმას რომ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანთან საერთოდ დაგისრულდეთ ის ძველი ისტორიები, ძველი ამბები, რაც გაერთიანებდათ გქონდათ ამ ადამიანთან და საერთოდ ახლებურად დაიწყოს ამ ადამიანთან სიტუაცია. ხო, ვიღაცაებმა შესაძლოა ამ ადამიანთან დაასრულონ სიტუაცია, დახურონ გეშტალტები, დახურონ დასახური ამბები და გააგრძელონ და ახალი სიყვარული იპოვონ, ან ახალი ურთიერთობა იპოვონ და ვიღაცაებმა კიდე ამავე ამ ადამიანთან გადავიდნენ რაღაც ახალ ეტაპზე, ხო? მაინც აქ სასიყვარულო თემატიკის სურნელი ազდის ამ სიტუაციას. ასე რომ აქ მე მაინც სასიყვარულო თემატიკას მივაკუთვნებდი ამ ამბავს აქ რაც არის მეორე პოზიციასთან. გავს ხეთშორის რაღაც პირველ პოზიციას, მაგრამ მაინც განსხვავდება დასაწყისში მეგონა რომ ნუ ძალიან რაღაც ერთ-ერთია, მაგრამ რეალურად ახლა რაც ნახეთ ცოტათი განსხვავებულია ვიდრე პირველ პოზიციასთან აქ უფრო მეტად სხვა რაკურსითაა სიტუაცია და ძალიან სასიხარულო იქნება ეს ამბავი თქვენთვის, იმიტომ რომ მეორე პოზიციასთან არ არის კონკრეტულად ის პიროვნება და აქ კონკრეტულად აი ეს პიროვნება ჩდება აქ სავარაუდოდ თქვენთან ვინც განიცდის თქვენს მიმართ რაღაც ასეთ ემოციებს, ხო? ვისაც უჭირს, ვინც ცუდად არის, გულნატკენია და აი რაღაც თავის ემოციებს გაჩვენებთ, ხო? ან მოგიყვებათ. ჩევა მეორე პოზიციას. You are a powerful light worker. It is safe for you to be powerful. Your spiritual power brings great blessing in loving service to the divine. ანუ შენ ხარ ძლიერი შუქთან მომუშავე ადამიანი რა. ანუ შენ მუშაობ შუქთან, ასე რომ ვთქვა, ძალიან ისე მოკლედ რომ ვთქვა, მოკლე შინაარსებრივად, შენთვის უსაფრთხოა რომ იყო ძლიერი და შენ მოგაქვს დედამიწაზე ასე რომ ვთქვა, სინათლე, სიყვარული, სიძლიერე, დახმარება, ხო და გახსოვდეს ეს.
ჩვენ ირჩევა გახსოვდეს რომ შენ ხარ აი ეს ადამიანი რომელსაც უჭირავს აი ამ ხელა შუქი ხო გულიდან მოდის ეს შუქი და შენ გაქვს ეს შუქი და გახსოვდეს ეს ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ ადამიანთან ხო შესაბამისად როდესაც ასეთ პოზიციაში ვართ უფრო მეტიც მოგვეთხოვება ხო რა დონემდე ზევდიანი არ უნდა იყოს ეს რაც უფრო მეტი ვიცით რაც უფრო მეტ სინათლესთან მუშაობთ რაც უფრო მეტი ცოდნა გვაქვს მით უფრო მეტიც მოგვეთხოვება ამიტომ ხო გახსოვდეთ ეს პრინციპში აქ დასამატებელი არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემთვის აქ ნათლად გასაგებია მეორე პოზიციის ისტორია. მადლობა მეორე პოზიციას აუცილებლად დავიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ ეს გაშლა. ასევე ვისაც არ გამოგიწერეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ინდივიდუალურ ტარო სესიებს ინფორმაცია ჩემი კონტაქტები დევს ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ მომართოთ. ჩვენ კი გავაგრძელოთ გაშლა. მივესალმები მესამე პოზიციას, ვერ ავამუშავე დღეს ჩემი ცისფერი დასტა და მარტო ყვავების დასტას უნდა საუბარი აქ. აუჩ! გადმოვარდა რაღაც თან არკანი გადმოვარდა. ნახო. გადმოვარდა ბედის ფორტუნა. ბედის ფორტუნა გადმოვარდა აქ მესამე პოზიციას. ძალიან საინტერესო ამბებია. კარგი, ვნახოთ. რა ისეთი სასწრაფო მნიშვნელოვანი ამბავი მოიჩქარის მესამე პოზიციის ცხოვრებაში. ვაიმე ყველაფერი გადმოვარდა რა ამბავი. რაღაცა ხდება. რაღაცა ხდება აქ მესამე პოზიციასთან. ძალიან მნიშვნელოვანი თან. აბა მესამე პოზიცია ყველას გადაახტება. ყველა წინა ორ პოზიციას გადაასწრებს უშველი. კარგი, რა მნიშვნელოვანი ამბავი მოიჩქარის მესამე პოზიციის ცხოვრებაში. აი ესეა შემოვამის ცხოვრებაში. გვაჩვენეთ ეს ამბავი. ეს ამბავი ეხება ვინმეს თუ რამეს. რას მოუტანს ეს ამბავი მესამე პოზიციას. ხო? და რჩევა. აბა ვნახოთ ამბავი. ოკეი. რაღაც დაიხურება, რაღაც გადაიჭრება აქ რაღაც გადაიჭრება, რაღაც მოგვარდება. აქ არის ეს ამბავი, რაღაცის მოგვარება, ესე იგი აქ გვარდება რაღაც გვარდება, კი. აქ გვარდება რაღაცასთან დაკავშირებით თუ ვიღაცასთან დაკავშირებით უფრო მეტად. აქ არის რაღაც ისეთი ამბავი, რაც შეეხება აი სიტუაცია რო ვერ მიდიოდა წინ იმის წასვლა წინ თუ რაღაც სიტუაციის დასრულება, განვლება და არა, რაღაც სიტუაცია თუ ვერ მიდიოდა წინ იმის დასრულება, განვლება და ისიც არის რომ ახალი სიტუაცია, ხო? ანუ ზოგადად აქ არის ესეთი ინფორმაცია, ესეთი ამბავი, რაც ეხება რაც ახალი ამბავი, მაგრამ იმ ამბის შესახებ, რომელიც აი აწუხებდა აქ მესამე პოზიციას გარკვეული მიზეზების გამო ბუქსაუბად შეიძლება იყო ადგილზე, ვერ გვარდებოდა, არ გვარდებოდა რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო და ახლა როგორც იქნა რაღაც წყდება, აი კულმინაციური სიტუაცია ხდება და რაღაც საბოლოოდ წყდება და გვარდება. აი ეს არის აქ ეს ამბავი. ვიღაცას ეხება ეს თუ რაღაცას. ეს ეხება უფრო მეტად მაინც რაღაცას. თუმცა იქ ვიღაცაც ამოვიდა, ვიღაცაც არის აქ, მაგრამ ნუ როგორც ჩანს აქ უფრო მეტი აქცენტი ვიღაცაზე არ არის, რამდენადაც მაინც უფრო რაღაცაზეა. რაღაცა რას ეხება, აბა რაღაცა რა. სიმძიმეს, რაღაც შინაგან სიმძიმებს, პრობლემებს, რაღაც ქაოტურ სიტუაციებს, არასტაბილურ სიტუაციებს, რასაც ჰქონდა ადგილი მესამე პოზიციის ცხოვრებაში. კი ბატონო, ეს რაღაც ფორმალური საკითხებით შესაძლოა ყოფილიყო, ხო? მაგალითად ვიღაცასთან რაღაც საბუთების თემა, რაღაც საბუთების მოგვარების თემა, გაკეთების თემა, ხო? პრობლემების გადაჭრის თემა, დახმარება, ვინმესი გჭირდებათ რაღაც პრობლემის გადაჭრაში, ხო? აი რაღაც ასეთი თემები და ამის რაღაც კულმინაციამდე მიიყვანა და მოგვარება. ისთან ისე მოგვარება, რომ აქ მესამე პოზიცია ზის საჭესთან და ისე მიყავს სიტუაცია, როგორც მას უნდოდა, ან როგორც უნდა. ან გეგმის მიხედვით როგორც ქონდა და აქამდე ნუ ვერ გამოდიოდა. კარგი, ეს ამბავი რაღაც ისე ხდება თავისით, თუ ვინმესგან რაღაცას შეიტყობს აქ მესამე პოზიცია. თავისით შეიტყობს.
ორივე, მაგრამ უფრო აქ თავისით არის, უფრო მაინც ფიქრობ რომ თავისით. მაინც არის აქ ისე რომ რაღაც ისე სამყარო გააკეთებს ისე რომ ეს სიტუაცია ამბავი მოხდეს, თუ თვითონ მესამე პოზიცია. სამყარო თვითონ სამყარო გააკეთებს ისე რომ რაღაც ეს სიტუაცია მოხდეს. თუმცა აქამდე მესამე პოზიციაც რაღაცეებს ცდილობდა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ აქ უფრო მეტად ეს მოვლენა, ეს ამბავი, ხო, მოხდება აი გარე სამყაროდან, აი გარედან მოხდება რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც დაგეხმარებათ. ესე იგი, სასიხარულო, კი, აქ არის სასიხარულო სიტუაცია, სასიხარულო ამბავი მესამე პოზიციასთან. რაც რაღაცნაირად ბოლოს მოუღებს თქვენს თასების დედოფალს. თასების დედოფალი აქ მინუსში გულისხმობა, ანუ იმ სიტუაციას ბოლოს მოუღებს, სადაც ვიღაცის დახმარებას ელოდებოდით, რაღაცას ელოდებოდით, ეს რაღაცა იწელებოდა, გაურკვეველი იყო, თქვენ სტრესში იყავით, დეპრესიაში იყავით, რაღაც გაურკვევლობები იყო, ხელფეხშეკრულად გრძნობით თავს, სხვერპლად გრძნობით თავს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით და აი ეს აქ მოიხსნება საბოლოოდ, ხო? აქ პრინციპში აქ შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერ ის კონტექსტი, რაც თქვენთვის ახლა აქტუალურია, იმიტომ რომ გინდ სასიყვარულო იყოს, გინდ რაღაც დოკუმენტები იყოს, გინდ ბინის გაყიდვა იყოს, გინდ კიდე რაღაც სხვა საკითხები იყოს, რაც აქტუალურია აქ მესამე პოზიციისთვის, ყველაფერს შეგიძლიათ მოარგოთ ეს სიტუაცია, რადგან მთავარი არსი აქ არის ის, რომ ეს რაღაცა მძიმე, ეს რაღაცა პრობლემური საბუქციო სიტუაცია სრულდება. და ამ სიტუაციას ასრულებს მესამე პოზიცია. თუ რაღაც ისე სიტუაცია ეხმარება რომ დაასრულოს, თუ ორივე, ესეც იყოს, თუ ორივე. თვითონ მესამე პოზიცია, არა, სიტუაცია. უფრო მეტად სიტუაცია გეხმარებათ ისე რომ რაღაცნაირად გიწყობთ ხელს რომ გაგახაროთ. სამყარო, მე ვიტყოდი აქ უფრო სამყარო, ანუ უფრო სამყარო. ხო, რაღაც სამყარო გაძლევთ ამ შანსს, რომ დაგეხმაროთ. აი უფრო ეს არის აქ. კარგი. რას მოუტანს ეს ამბავი მესამე პოზიციას? აღნიშნავთ, გაიხარებთ და აი კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით და ზოგადად სიტუაციით. აქ აი ამას მოგიმტანთ, აქ აღნიშვნას, სიხარულს, აი ძალიან მომწონს მესამე პოზიცია. ვიტყოდი რომ აი ამ სამი პოზიციიდან მესამე პოზიციან მართლაც როგორც მეგონა, როგორც რას ამბობდნენ კარტები გადმოხდნენ, ლამის ისე უნდათ აქ საუბარი მესამე პოზიციასთან. აქ ყველაზე სასიხარულო მართლა რაღაც ის შეგრძნების დონეზე ძალიან ისეთი სასიამოვნო ენერგეტიკა აქ მესამე პოზიციასთან სასიხარულო ძალიან, ხო? აქ ზუსტადაც ეს ამბავი მოგიტანთ იმას, რომ აი ამას აღნიშნავთ კიდეც, ხო? შესაძლოა რაღაც ახლო ადამიანებს შეხვდეთ და აი მოდი რაღაც აღნიშნოთ ეს ისტორია, ეს ამბავი, ხო? აი ძალიან სასიხარულო იქნება და რაც თავარია კმაყოფილების გრძნობა აქ მესამე პოზიციას, რომ აი როგორც მინდოდა, აი რასაც ველოდი, რაც მინდოდა, რაზეც ვოცნებობდი, ხო? აი ეს არის აქ. კარგი, რჩევა მესამე პოზიციას, რჩევა. Law of attraction, relationships and activities that you once enjoyed are now changing as you become more sensitive and aware of energy. ანუ ის სიტუაციები, რის მიმართაც ან ურთიერთობები, ან სიტუაციები, ან ადამიანები, ან რაღაც აქტიურობები, რის მიმართაც რითიც ადრე რაღაც სიამოვნებას ღებულობდი, ახლა ეს ყველაფერი იცვლება. ახლა შენი დამოკიდებულებაც იცვლება და შესაძლოა ის რაც ადრე გაინტერესებდა, ახლა საერთოდ აღარ გაინტერესებდეს, ან აღარ დაგაინტერესოს, ხო? აქ რაღაც ასეთი ტრანსფორმაციული მომენტია ცხოვრებაში, რაც ბევრი რაღაც იცვლება შენ ცხოვრებაში, ხო? რაც აქამდე შენთვის აქტუალური იყო, ეს შეიცვლება და არც ისე აქტუალური აღმოჩნდება, ხო? მიხვდები რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩემი მაგალითად, ხო? აი ამისი არ შეგეშინდეს, ხო? ბუნებრივია რომ ყველა ცვლილებას მოყვება რაღაც აი ასეთი მომენტი. ასე რომ ამისი არ შეგეშინდეთ აი ამ მოვლენის, ამ რაღაცის რომ იგრძნობთ, ხო? კიდევ რჩევა აქ არა, მე ვიტყოდი აქ რჩევა, რომ არაჩქარდეთ სტაბილურად, ნელ-ნელა, შვიდად გაგრძელეთ თქვენი გზა. აი ეს ხო? და არ ინერვიულოთ, აქ არ არის არნაირი ღელვები. თავარი არის აქ, რომ ნელ-ნელა შვიდად, ხო? ნელ-ნელა
აქ ტრანსფორმაცია. აქ მესამე პოზიციას აქ ტრანსფორმაცია, ხო? შეიძლება ამ ამბავმა გამოიწვიოს ტრანსფორმაცია, ან ამ ამბიდან გამომდინარე მოხდეს ტრანსფორმაცია, ან ზოგადად ეს ამბავი ერთ-ერთი ელემენტი იყოს ამ ტრანსფორმაციის ნაწილის, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ იქნება ტრანსფორმაცია მესამე პოზიციის ცხოვრებაში და აქ ამაზე მიუთითებენ კარტები, რომ ამაზე არის ნერვიულოს მესამე პოზიცია, ხო? ამის გამო არ დაგვრთხეს, ამის გამო არ იფიქროს, რომ ვაიმე ყველაფერი ცუდად რაღაცები იცვლება, კომფორტულ ზონას კარგავ რაღაცა სხვანაირად ხდება. ამისი არ შეგეშინდეთ, ხო? ამ ცვლილებების, ხო, რაც მოყვება ამ ამბავს, ამისი არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ რეალურად ეს დადებითი ცვლილებებია. უბრალოდ ირწმუნეთ, რომ აი დადებითად წავა ყველაფერი თქვენთვის და მართლაც ასე იქნება, ხო? არ იღელოთ ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებებს უსურვებ ყველას, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, ეს გაშლა თუ მოგეწონათ, დააკომენტარეთ და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.